ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის დამატებით სანქციებს უახლოეს დღეებში ამოქმედებს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკა შეშფოთებულია ქართული ოცნების იმქმედებებით, რომლებიც ქვეყანაში ძირს უთხრის დემოკრატიას და ამას აუცილებლად მოყვება საპასუხო ქმედება ვაშინგტონიდან. შტატებმა გასულ კვირას უკვე დაუწესა ოცნების 20 მაღალჩინოსანს ახალი სავიზო შეზღუდვები, ჯერჯერობით სახელმწიფო დეპარტამენტი არ აკონკრეტებს რა ტიპის იქნება ახალი სანქციები, თუმცა ექსპერტულ წრეებში აქტიურად განიხილავენ ქართული ოცნების რეჟიმისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას. ნინო სამყურაშვილი გვეტყვის ცლად მოახლოებული სანქციების შესახებ. ნინო, როდის შეიძლება ვიხილოთ ახალი ამერიკული სანქციები? დიახ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიდან ამბობენ, რამდენიმე დღეში უნდა იყოს ეს სანქციები. დრო არ კონკრეტდება, მაგრამ მეთიუ მილერი ამბობს, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი, საქართველოში შექმნილ ვითარებას ძალიან კარგად იცნობს და მან თქვა, რომ დამატებით სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობს. დამატებითი სანქციები გულისხმობს იმას, რომ დიდი ალბათობით ახლა უკვე დაემატება ფინანსური სანქციები და ეს იქნება სახელობითი სანქციები, როდესაც საზოგადოებას უკვე ეცოდინება კონკრეტულად ვინ დასანქცირდა, რადგანაც ამ დრომდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირები, ოლიგარქიული რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტები, თუმცა სავიზო შეზღუდვები აქვთ დაწესებული და თუ ეს პირები თვითონ არ იყვნენ, საზოგადოება რა თქმა უნდა ვერ გაიგებს. ის რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვთ ორპარტიული მხარდაჭერა აი ამ სანქციებს, ეს დასტურდება ყველა იმ განცხადებით, რომელიცაც აკეთებენ სენატში, იქნება ეს თუ კონგრესში, მათ შორის არის ასევე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ბენ კარდინის განცხადება, რომელიც პირდაპირ საუბრობს ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე და ახლა მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც ქართული ოცნების ხმოსნებმა დანიშნეს პრეზიდენტად, მოიხსენიებს როგორც ანტიამერიკელ პროვოკატორს და ამბობს, რომ ის რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსლა, ეს მნიშვნელოვანწილად არის დამსახურება სწორედ მიხეილ ყაველაშვილიც, რადგანაც ის რუსული კანონის თანაავტორია და ამასთან ერთად სენატშიც არის მთავარი მოთხოვნა, რომ ახლა სანქციები უფრო უნდა იყოს დროულად გამოყენებული იმისათვის, რომ ქართულმა ხალხმა ეს მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან იგრძნო. We have been greatly concerned about ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვიყავით ქართული დემოკრატიის მდგომარეობით, ქმედებებით, რომლებიც ქართულმა ოცნებამ განახორციელა საქართველოს დემოკრატიის შელახვის მიზნით. თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ მხოლოდ პარასკევს დავაწესეთ 20 ახალი სავიზო შეზღუდვა მთავრობასთან დაკავშირებულ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ დემოკრატიის შელახვაზე. ჩვენ გვაქვს სხვა დამატებითი სანქციებიც, რომლებსაც ვამზადებთ მომდევნო კვირისთვის. იმაზე უფრო მკაფიოები ვერ ვიქნებით, ვიდრე ბლინკენის განცხადება იყო წინა კვირაში. ასევე ჩემი განცხადების ნაწილში, რომელიც პარასკევს გავაკეთე და ვთქვი, რომ სანქციებს ვამზადებთ. ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ჭეშმარიტი ბუნება საკუთარ მედროშეთ ცნობილი ანტიამერიკული პროვოკატორის მიხეილ ყაველაშვილის შერჩევით. ბატონი ყაველაშვილი ცენტრალური ფიგურაა საქართველოს დემოკრატიულ უკუსლაში, მათ შორის მისი რუსული სტილის უცხოური აგენტების შესახებ კანონის თანაავტორობაში. ქართულმა ოცნებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე, მათ შორის არასრულწლოვნები, რომლებიც ციხეში იმყოფებიან. პრეზიდენტმა ბაიდენმა ანგარიშვალდებული უნდა გახადოს ისინი, ვინც პასუხისმგებელია ამ ძალადობრივი რეპრესიების ორკესტრირებაზე, მათ შორის გლობალური მაგნიტსკის სანქციების დაწესებით. ახლა არის დრო, როდესაც შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ ქართულ ხალხთან დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში. და ის რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ადმინისტრაციას, თუნდაც ბაიდენის ადმინისტრაციას, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღეში დაასრულებს თავის მუშაობას ჯოზეფ ბაიდენი, აუცილებელი არის, რომ დაწესდეს სანქციები, დამატებით ეს რომ უნდა იყოს ფინანსური სანქციები, ამაზე ამბობენ და საუბრობენ მკვლევარები ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკის ხმამ ჩაწერა ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის უფროს მკვლევართან დელიბორ როჰაჩთან ინტერვიუ და ასევე ლუკოვთან ინტერვიუ, რომელიც არის ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი და ორივე მათგანი საუბრობს იმაზე, რომ არასაკმარისი იყო ამერიკის შეერთებული შტატების რეაგირება იმაზე, თუ რაც ხდებოდა საქართველოში, მაგრამ დაგვიანებული მათი თქმით ახლაც არ არის და აუცილებელი არის, რომ ამ კუთხით გადაიდგას ნაბიჯები და ის, რომ აუცილებელია ოლიგარქიული რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირებს კონკრეტულ ქონებას შეეხოს ეს სანქციები და არ ეხებოდეს მხოლოდ სავიზო გადაადგილებას და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შეშვება არ შეშვების საკითხს, აუცილებელი
აუცილებელია ამ მიმართულებით ახლა აქტიურად იმუშაოს მოქმედმა ადმინისტრაციამაც ამასთან დაკავშირებით აქტიურად საუბრობენ დღეს მკვლევარები ამერიკის შეერთებულ შტატებში და მოუწოდებენ ადმინისტრაციას, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს საქართველოს საკითხთან დაკავშირებით და ასეთი რამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხშირად არ ხდება. სწორედ ამიტომაც არის აუცილებელი ახლა ქართველი ხალხის გვერდით დგომა და მხარდაჭერა და ამიტომ მოწოდება არის როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის, ასევე ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ, რომ ახლა ფინანსური სანქციების დროა. მაგნიტსკის აქტი უფრო ადეკვატური იქნებოდა. ჩემი აზრით, სანქციები მხოლოდ მოგზაურობის აკრძალვას არ უნდა ეხებოდეს. ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ სამიზნეში საქართველოს ელიტურ წრეებში მყოფი ადამიანების აქტივები და სიმდიდრე მოექცეს. მათ უნდა გაიგონ, რომ არჩევანია გასაკეთებელი. თუ გსურთ, რომ საქართველო რუსეთის კოლონიად გამოიყურებოდეს, მაშინ აღარ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ დასავლური სამყაროს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სიკეთეებით ისარგებლებთ. შეუძლებელია ნამცხვარი თან მიირთვა და თან შეინახო. დიდი აღფრთოვანებით და პატივისცემით ვუყურებ ქართველი ხალხის სიმამაცეს და მათი ბრძოლისადმი სოლიდარული ვარ. ვისურვებდი, რომ დასავლელმა ლიდერებმა მეტი გააკეთონ მათ მხარდასაჭერად, მაგრამ ის ხალხი, ვინც ყოველდღიურად ქუჩაში გადის, რეალურად მომავლის ხმაა და ისინი საბოლოოდ აუცილებლად გაიმარჯვებენ. დიქტატორები და ავტორიტარული რეჟიმები ყოველთვის უფრო ძლიერად გამოიყურებიან მანამ, სანამ ეს ასე აღარაა. ჩვენ ეს ვიხილეთ სულ ახლა ხან სირიაში და ვფიქრობ საბოლოოდ ვნახავთ ამას საქართველოშიც. სამოგზაურო შეზღუდვები და არა ფინანსური სანქციები. ეს ორი სრულიად განსხვავებული რამაა. ბევრი ამბობს, რომ ამერიკის მხრიდან ეფექტიანი იქნებოდა ფინანსური სანქციების. განსაკუთრებით კი ფინანსური სანქციების ბიძინა ივანიშვილისა და სხვა მაღალჩინოსნებისთვის დაწესება, რომ მხოლოდ ეს იქნება გავლენის მქონე გადაწყვეტილება. ვიცით, რომ ამერიკელი კანონმდებლების ნაწილიც ამას ითხოვს. როგორ ფიქრობთ, რატომ ყოლმდება ბაიდენის ადმინისტრაცია? ამით საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ გარკვეულ შანსს აძლევენ თუ რაიმე სხვა მიზეზია. რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ ფინანსური სანქციები უფრო ეფექტიანი იქნებოდა და ვფიქრობ, რომ ფინანსური ეკონომიკური სანქციები უნდა დავაწესოთ. ეს თვეების თუ არა კვირების წინ მაინც უნდა გაგვეკეთებინა. რატომ აყოვნებს ამას ბაიდენის ადმინისტრაცია? არ ვიცი, ეს ვაშინგტონში ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ რამდენიმე კვირაში ან რამდენიმე დღეში უпростоრად იქნება უკვე დამატებითი სანქციები, თუმცა რა ტიპის სანქციები იქნება ამასთან დაკავშირებით არ დაუკონკრეტებია. გუშინ მეთიუ მილერს უნდა ითქვას ის, რომ რამდენიმე დღის წინ სანქციები დაუწესდათ, ეს იყო სავიზო შეზღუდვები 20-მდე საქართველოს მოქალაქეს და ამ რიცხვში მათ შორის არიან მინისტრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და კერძო პირები და ვინაიდან მინისტრები პირველად ჩაიწერა ამ სიაში, დიდი ალბათობით თუ ვინმე შეიძლება იყოს დასანქცირებული და აკრძალული ჰქონდეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა, ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ამასთან ერთად საუბარი არის უსაფრთხოების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირებზეც და დიდი ალბათობით დასანქცირებულია და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული აქვს სუსის უფროს გრიგოლ ილუაშვილს.